საქმიანი დილა გრძელდება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესზე საუბრით ვაგრძელებთ რთველი სირგვლივ დეტალების მოკითხვას თუ როგორ მიმდინარეობს რთველი რა არის დადებითი მხარეები და მათ შორის რისკები დეტალებს მოვიკითხავთ ჩვენ სტუმართან ვასილ მანაგაძესთან მხოლოდ კარგი ღვინოების დამფუძნებელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი გვერდდება საქმიანი დილას ეთერში მოგესალმებით ბატონო ვასილ და მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის ბატონო ვასილ, დავიწყოთ საუბარი გამოწვევებით. დღეს რა გამოწვევები აქვს რთველის მიმდინარეობას? ჩვენმა მაყურებელმა იხილა ახლა რაჭაში მიმდინარე პროცესი და იქაური რისკები, რაც არსებობს დღეს რთველის ჩაბარების და ყურძნის ჩაბარების ნაწილში. თუმცა თქვენ როგორ შეფასებას მისცემდით ამ დღეს არსებულ ვითარებას? მოგახსენებთ ჩემ პოზიციას ეხლა მოვისმინებთ თქვენი გადაცემის თქვენი სიუჟეტი რაჭასთან დაკავშირებით და რასაკვირველია ეს ძალიან ცუდია რაც ეხლა რაჭაში ხდება თუმცა ეს განპირობებულია რიგი მიზეზებით მე ესე ვიტყოდი რა პირველ რიგში ეხლა იქიდან დავიწყოთ რომ რაჭა ერთ-ერთი ყველაზე პატარა მიკროზონა არის ხვანჭკარა რომელიც ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებენ რეგიონში და საკმაოდ ძვირი პროდუქტი არის ხვანჭკარა საექსპორტო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენი დარგი სამწუხაროდ ისევ და ისევ რუსეთზე არის დამოკიდებული და ეს დამოკიდებულებაც წლიდან წლამდე იზრდება, მინდა გითხრათ, რომ რეალურად ხვანჭკარას ალბათ უწევს კონკურენციას ისეთი ღვინოები, როგორიც არის მაგალითად არაბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, არლაზნის ველი. რომელიც ბოთლი დაახლოებით $20-30 ეს საექსპორტო ფასი. აქედან გამომდინარე, რომ ვიცით რა რომ რუსეთის ბაზარი უფრო ფასი აკეთებს ყურადღებას ნაცვლად ხარისხისა, ბუნებრივად ყველაზე მეტი გადის ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელიც არის ალაზნის ველი და ამდაგვარი ღვინოები. აქედან გამომდინარე, ხვანჭკარაზე და ქინძმარაულის მინდა გითხრათ შემცირებული არის მოთხოვნა და შესაბამისად ეს კერძო კომპანიები, კერძო ქარხნები აღარ ადიან რაჭაში რომ შეიძინონ ესეთი ძვირიანი ნედლეული თავიანთი ღვინის წარმოებისთვის. და თუ კიდე ამას დაემატება ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ეს უკვე ბატონო ვასილ გახდა რომ სახელმწიფო ადის და ესეთ პრობლემებს აგვარებს და ყიდულობს თვითონ ამ ღვინო ამ ყურძენს და თვითონ აყენებს ღვინოს, ბუნებრივია უკვე კერძო სექტორიც მოერგო ამ რეალობას და ისინი ელოდებიან რაღაცი ავიდეს რაჭაში, როცა შეიძლება სახელმწიფო წავიდეს, იყიდოს ეს ალექსანდრიული უჯრედული და შემდეგ უკვე, რა ვიცი, იანვარი, თებერვალი, მარტში საბაზროზე ნაკლებ ფასად პირდაპირ სახელმწიფოსგან იყიდოს მეწარმემ ეს ღვინო მასალა. ბატონო ვასილ, აი მაგ მოცემულობას რა შეცვლის სახელმწიფოს ჩართულობა რომ გამოვრიცხოთ? მაგ მოცემულობას პირველ რიგში შეცვლის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეს რესურსები, ხო? ეხლა წელს როგორც ხედავ, უკვე $150 მილიონ არის საუბარი, რასაც სახელმწიფო აფინანსებს რთველს. ჩვენ ეს რესურსები უნდა ვიმართოთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე რაც შეიძლება გადავიტანოთ სხვა ქვეყნებზე, დასავლეთის, აზიის ქვეყნებზე, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით ღვინის წარმოებელი ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ალაზნის ველს, იდის $. და ვიღაც ჭირდება შენი ქინძმარაული და შენი ისა რა ქვია დაჭრილი ღვინოები, ხო? ხვანჭკარა ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო უნდა დახარჯოს ეს რესურსები, უნდა მიმართოს ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად. და არა ისევ და ისევ რუსეთზე ზრდის გაიზარდოს ჩვენი დამოკიდებულება წლიდან წლამდე. ბატონო ვასილ, წელს სუბსიდირების ცვლილებაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, თქვენ საქმის კურსში ხართ, ცხადია. აი ეს მოდელი, რომელიც წელს სახელმწიფომ დანერგა, რომელსაც წელს მოქმედებს, ეს მოდელი ნიშნავს თუ არა, რომ შეიძლება ნელ-ნელა დაიწყოს გასვლა სახელმწიფომ ან ამ მოდელის რამდენი ხანი შენარჩუნება იქნება ბაზრისათვის რელევანტური. გასაგებია, რომ ეხლა ეს პირდაპირ ვერ ჩაეხსნება, მაგრამ რაღაც ეტაპობრივად შეიძლება ჩახსნა მოხდეს. ეგ პროცესი დაწყებული იყო, ეხლა ისტორიას რო გავყვეთ, მაგრამ სამწუხაროდ უკან დაბრუნდა, ხო, რაღაც პანდემიის. ხო, არა, ეს რა ვიცი, ეხლა ეს სუბსიდირების პროგრამა მე ეხლა ამას ესე უყურებ, რომ გასაგებია, რომ გვინდა რომ სუბსიდიიდან გამოვიდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუბსიდიაზე რაღაცა უფრო მახინჯი მოდელი დავნერგოთ ქვეყანაში, ხო სწორია? იმიტომ რომ ეხლა რეალურად ჩვენ წელს რასაც უყურებთ რა და მე ეს პროგნოზი მქონდა კიდევაც, რომ სახელმწიფოს ამ პროგრამიდან მიუხედავად ამ პროგრამიდან გამოსვლისა სუბსიდირება რასაც ქვია, ხო? უფრო
ნაკლები დანახარჯი წელს არ ექნებოდა რა და ეხლა ეს დამატებითი 100 მილიონი ლარი რომელსაც ეს სახელმწიფო კომპანია ითხოვს ანუ ჩვენ რა მოდელი მივიღეთ რომ რეალურად დანახარჯი იგივე ან უფრო მეტი არის ვიდრე სუბსიდიის შემთხვევაში იქნებოდა ოღონდ გავკეთოთ რომ მახინჯი ფორმა მივიღეთ ჩაერთოს სახელმწიფო კომპანია რომელიც 100% ძალიანად ჭარბუნდებს ყიდულობს კახეთის შემთხვევაში და რაჭაშის ვატყობ რომ იგივე იქნება და შემდეგ ეს კომპანია რომელიც არ არის კვალიფიციური რომ გაყიდოს ეს პროდუქტი ხო თავისუფალ ბაზარზე შემდეგ უკვე რა ქვია იბულებული არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ეს რაღაცა უპრეცედენტოა რა თვითღირებულები ნაკლები ფასით გაყიდოს მე ის შექმნილი პროდუქტი რასაც ის მიიღებს სპირტი იქნება ერთ თუ ღვინო მასალა ბაზრის სხვა კომპონენტსაც აზიანებს ხო ამ შემთხვევაში აი მაგალითად ღვინის სპირტის ბაზრის კომპონენტი რასაკვირველია ეხლა თუ თანხა იგივე უნდა დახარჯოს სახელმწიფო ხო როგორც სუბსიდიის დროს ხარჯავს მე ვთვლი რომ უპრიანი იქნებოდა ეს თანხა განაწილებულიყო რა ვიცი 30 50 100 კერძო კომპანიაზე რომელიც ქემაის თვითღირებულებას შეიმცირებდა თავის საბოლოო პროდუქტით და უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა შემდეგ საექსპორტო ბაზარზე ხო მაგრამ ესეც აღიკვეთა ხო ძალიან ბევრი კომპანიები ჩაიხსნა ვეღარ ყიდულობენ სუბსიდიის და გამო იმ რაოდენობას რასაც ისინი სუბსიდიის შემთხვევაში იყიდნენ და დავჭა სახელმწიფო კომპანია რომელიც ამავე დროს მოთამაშეც არის აი როგორც რაჭაზე ვთქვი ხო ეხლა რაჭაში მე რატო ავიდე სიტყვაზე უნდა ვიქირავო ქარხანა უნდა ვიქირავო მუშახელი უნდა ყურძენი ვიყიდო კახეთიდან პირობითად როცა შემიძლია დაველოდო გაზაფხულზე და ვიცი რომ სახელმწიფო კომპანია რომელიც ეხლა ავა და იყიდის ხო იქ ხვანჭკარას მე გაზაფხულზე ზაფხულში გაყიდის იმაზე ნახევარფასად რაც უნდა დამიწყდეს ხო ჩაუვარდება ორი ტენდერი და მესამე ტენდერზე იქნება ისეთი ფასდაკლება რა კი ბატონო და მათ მივიღებ მონაწილეობას ანუ აი ეს მახინჯი ფორმა უკვე რაღაცა სისტემური ფორმა მიეცა ამას და ეს ძალიან ცუდი არის როგორც რაიონისთვის რაჭისთვის ამ შემთხვევაში ხო ისე დანარჩენი მეწარმეებისთვის ვინც ამ ბიზნესში არიან რეალურად ხო თუ პრობლემა არ უნდა კონდეს მე ვენახეს ან მეღვინეს ერთ-ერთი ალბათ რეგიონი რაჭაა სადაც რა ვიცი მიკროზონა ძალიან მცირე რაოდენობით მოდის ისედაც ეს ყურძენი და შესაბამისად ნუ ახლა იქ არ უნდა იყოს პირველ რიგში ეგ პრობლემები არც რეალიზაციის და არც ფასის ხო მე მაგით ვთქვი კიდევაც ერთ-ერთ თქვენ ჩართვაში რომ მე აი მოდელს მაგალითად რომელიც ეხა კახეთში დაინერგა ხო ეს სუბსიდიიდან გამოსვლის პირველ რიგში რაჭაში გავტესტავდი და თავისი პატარა კომპაქტურობიდან გამომდინარე და ეხა ის მიზეზიც რომ ეხა მოვისმინე თქვენ სიუჟეტში რომ ყველა ფერმერმა გადაწყვიტა ერთად ყურძნის დაკრეფა ესეც არ ვიცი ცოტა გაუგებარი არის როდესაც იქ საორგანიზაციო შტაბი არის და მთელი სტრუქტურები არიან იქ ჩასული ხო რაჭაში რომ თქმა კარგად ჩაიაროს და ელემენტარულად იმის კოორდინაციას ვერ ახდენენ რომ როდის უნდა დაკრიფოს ყურძენი და რომელ ქარხანაში უნდა მიიტანოს. მაგით ცოტა გაუგებარი არის რას ემსახურება ეს შტაბები და ეს ისეთი რა ქვია რა ცენტრები რომელიც ამ მრთოლის დროს იხსნება ხო. მადლობა ბატონო ვასილ ჩართვისთვის საინტერესო საუბრისთვის. ვასილ მანაგაძე იყო ჩვენთან ერთად მხოლოდ კარგი ღვინოების დამფუძნებელი და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და დირექტორი.